ახალგაზრდების თვალით დანახული თვითმმართველობა თემასთან დაკავშირებით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ახალგაზრდებმა თვითმმართველობაში 2 თვის განმავლობაში გავლილი სტაჟირების შედეგები შეაჯამეს, სადაც პროგრამის ფარგლებში მონაწილეები თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა პროექტებზე მუშაობდნენ. პროექტის მონაწილეთა განცხადებით მთავარი პრობლემა, რაც ამ ხნის განმავლობაში გამოიკვეთა კომუნიკაციის ნაკლებობა. ახალგაზრდები საკუთარი შენიშვნების შესახებ თვითმმართველობის წარმომადგენლებს რეკომენდაციების სახით მიმართავენ. პროგრამა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია პროგრესის მხარდაჭერით განხორციელდა. მის მიზანს ახალგაზრდებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციის გაღრმავება წარმოადგენდა. პროექტის მიმდინარეობის პერიოდში ძალიან ბევრი რამ შეიძინა იმ სტუდენტებმა, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ პროგრამირებაში, უნდათ სტაჟირების პერიოდში ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ. ჩვენ ჩავიხედეთ ასევე შიდა სამზარეულოში, დავინახეთ მისი პლუსი და მინუსი მხარეები, კომუნიკაციის ნაკლები დონე იყო, კომუნიკაბელურობა, ჩვენთანაც იყო ძალიან საკმაოდ ისეთი პრობლემები ხარვეზები, ჩვენ შეძლეს ჩვენთან საკმაოდ ისეთი აქტიურად კონტაქტში შემოსვლა, თუმცა ძალიან ბევრი რაღაც მივიღეთ. ჩვენ კომისიას განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიას 5 ახალგაზრდა გვყავდა, კოორდინაციას უწევდით სამსახურთან და ასევე ჩვენს კომისიაში საკრებულო სხდომებზე მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ გამოიყენებინათ ის დრო, რაც პროგრამით იყო გათვალისწინებული ამათთვის. შენიშვნებს რა თქმა უნდა მივიღებთ ჩვენი ახალგაზრდებისგან, უფრო მეტად გავაღრმავებთ ურთიერთობას, კომუნიკაციას ჩვენ სამსახურთან. პროექტი ჩვენ თვითმმართველობა მესამე წელიწადია მიმდინარეობს, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. წელს მთლიანად იყო მთელი პროექტი მიმართული ახალგაზრდების ჩართულობაზე. საზაფხულო სტაჟირებაც სწორედ ამას გულისხმობდა, რომ ახალგაზრდები ყოფილიყვნენ მეტად ინფორმირებულები თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავად ენახათ როგორ მუშაობს თვითმმართველობა და მონაწილეობა მიიღოთ ყველა ეტაპზე, ყველა სტრუქტურაში, სწორედ აი ამ თვითმმართველობის საქმიანობის.